აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ადამიანები უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. ადამიანები, რომლებიც ჯანდაცვის, განათლების და კულტურის სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ. ასევე ღონისძიების მთავარი მიზანი იყო აფხაზეთის თემატიკაზე საზოგადოებისთვის ნორჩი მხატვრების და მათი ნამუშევრების გაცნობა. შეხვედრის მსვლელობისას მოწვეულმა სტუმრებმა შეასრულეს ბალადები და წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე. ქალბატონი ნინო აკეთებს ძალიან დიდ საქმეს და აი ამ დღეებში, როდესაც აფხაზეთის დღეები ტარდება და მithumetes ეს განსაკუთრებული დღეებია, ახლოვდება აფხაზეთის დაცემის 30-ე წელი და არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი საზოგადოება ცხოვრობდეს სწორედ აი ამ პრობლემით, ამ ტკივილით და მოლოდინით იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში. შემოქმედებითი კუთხით მოვიწვიეთ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცას სიკეთეს აკეთებენ აფხაზეთის მიმართ, მაგრამ არ ჩანან საზოგადოებაში. ბავშვების ჩართულობით, ემიგრანტების ჩართულობით, აი ნახატების გამოფენით და ფაქტურად კულტურული ღონისძიება ტარდება დღეს. ამით ჩვენ გვინდა ვაუწყოთ აფხაზებს, რომ ენგურს გაღმელებს, რომ ჩვენი ფესვების ეს ძლიერია, რომ ჯერაც არ შეწყვეტილა და ჩვენი ფიქრები მუდმივად იქ არის ყოველდღიურად. დღეს მე შევასრულე მზეშინა და მზეგარეთა და ასე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან ამაღლებელი იყო და ძალიან გამიხარდა, რომ აქ გამოვედი.